მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, მე გახლავართ დავით ბოტკოველი, კომპანია HD Forex ანალიტიკოსი და წარმოგიდგენთ კიდევ ახალ ვიდეოს იაპონურ სანთლებთან დაკავშირებით. ეს არ არის რომელიღაც სანთლების განხილვა, რომელიღაც კომბინაცია, ეს ეხება უშუალოდ კომპლექსურ მუშაობას, უშუალოდ ბაზარზე და შესაბამისად, რა თქმა უნდა, ვისაც გაინტერესებს ეს ვიდეო, საერთოდ იაპონური სანთლები, გირჩევთ, რომ კარგად დაუკვირდეთ ამ ვიდეოში მოცემულ რეკომენდაციებს, რადგანაც მთელი იაპონური სანთლების თეორია ეფუძნება რამდენიმე დეტალზე და ეს დეტალი იქნება უშუალოდ გაჟღერებული. პირველ რიგში მინდა გაგაფრთხილოთ, რომ რაც არ უნდა ლამაზად ჩანდეს რაღაც რომელიღაც იაპონური სანთელი ბაზარზე, იქ არ უნდა შევიდეთ მაშინ, როდესაც ჩვენ გვაძლევს სიგნალს ტრენდის საწინააღმდეგოდ. აუცილებელი არის, რომ გავითვალისწინოთ საწყის ეტაპზე, რა თქმა უნდა, გავითვალისწინოთ პირველ რიგში რა ტრენდი მიმდინარეობს, შესაბამისად, თუ ტრენდი არის აღმავალი, არანაირ სელზე შესვლაზე არც უნდა ვიფიქროთ, რადგანაც ჩვენ რეალობაში არ ვიცით თუ სადამდე გაგრძელდება კორექციული უკუსვლა. ზოგ შემთხვევაში კორექციული უკუსვლა ძალიან სიღრმეებამდე ჩადის და ზოგ შემთხვევაში უშუალოდ პატარა კორექციული უკუსვლა აქვს ბაზარს, საიდანაც მერე აგრძელებს ისევ ძლიერ ტრენდულ სვლას. შესაბამისად, ყველა ნებისმიერი იაპონური სანთელი, რომელიც გვეუბნება, რომ ან შემოტრიალდება მოძრაობა, ან გაგრძელდება მოძრაობა, აუცილებლად გათვალისწინებული უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ ტრენდის მიმართულებით. სწორედ აი ტრენდის მიმართულებით ეხლა წარმოდგენილია ჩვენს ეს გრაფიკზე, ზუსტად ევრო-დოლარის წყვილი 4 საათიანი გრაფიკი, თუმცა აქვე მინდა რომ გითხრათ, რომ ნებისმიერ სხვა ტაიმფრეიმზე შეგიძლიათ გამოიყენოთ ოღონდ, აუცილებელია ვთქვათ ისიც, რომ ძალიან ესე ვთქვათ 5 წუთიანზე და წუთიან სანთლებზე ჯერჯერობით ყურადღება არ გაამახვილოთ, უშუალოდ ყურადღება გაამახვილეთ საათიან, 4 საათიან და ასე შემდეგ ზედა ტაიმფრეიმის სანთლებზე. აქ წარმოდგენილია სწორედ 4 საათიანი ტაიმფრეიმი ევრო-დოლარის წყვილის და გახაზული არის სპეციალურად ეს წინაღობის დონეები, წინაღობა მხარდაჭერის დონეები, აი ზუსტად იმ მაქსიმუმებზეა შემოვლებული ეს ოთხკუთხედი მწვანე ოთხკუთხედები, სადაც თქვათ ეს ზუსტად ხაზებია დადებული. და შესაბამისად, აქ ხდება ზუსტად ის ასხლეტები, რაც აუცილებელი არის, რომ უშუალოდ დავინახოთ მოძრაობის პერიოდში და შესაბამისად ჩვენ უკვე გვეძლევა შანსი იმისა, რომ შევიდეთ პოზიციაზე. ანუ ტრენდი როგორც ვიცით, რო ცოტა დავაშოროთ, ესე ვთქვათ, ტრენდი ვიცით, რომ არის საკმაოდ ძლიერად აღმავალი ტრენდი, შესაბამისად ჩვენ უკვე ამ აღმავალ ტრენდში ვეძებთ ბაიზე შესვლის სიგნალებს. პირველად ესე ვთქვათ, ბაიზე შესვლის სიგნალი, რა თქმა უნდა, გვაჩვენა უკვე თავიდანვე, როგორც ხედავთ, არის საკმაოდ ძლიერი სანთელი, ანუ ბაზარზე გაკეთდა ძლიერი დაღმავალი სვლა, ხედავთ უკვე კუდი რამხელა დავტოვეთ, ანუ ჩრდილი რამხელა დავტოვეთ, ურტყავთ უშუალოდ წინა მაქსიმუმს, ანუ გვაქვს სარკისებური დონე და ვიხურებით სანთლის ზედა მესამედში. შესაბამისად, ჩვენ აქ ერთგვარად სახეზე გვაქვს ერთგვარი პიმბარის სანთელი, რა თქმა უნდა, ამ პიმბარის სანთელს კლასიკური ფორმა არ აქვს, ანუ ზედა ესე ვთქვათ, კუდიც გააჩნია, ზედა ჩრდილიც გააჩნია, მაგრამ ქვედა ჩრდილი რამდენჯერმე აღემატება ზედა ჩრდილს, შესაბამისად, სწორედ აი ამ სანთლის შემდეგ ჩვენ შეგვეძლო შევსულიყავით ყიდვის პოზიციაზე და როგორც ხედავთ, ბაზარზე უკვე დიდი აღმავალი ტრენდი დაიძრა. შემდეგი უკვე სურათი მოგვცა ევრო-დოლარმა რამდენიმე კვირის შემდეგ, აქაც გვაქვს პიმბარი, უშუალოდ სარკისებურ დონეზე, ანუ ქონდა ეს წინა მაქსიმუმი, აქ გახდა მინიმუმი, შესაბამისად ჩვენ უკვე შეგვეძლო შევსულიყავით პოზიციებზე. აი რაც შეეხება ამ შეხებას, ზუსტად აი ეს შავი სანთელი, აქ არანაირი სანთლების კომბინაცია ჩვენ არ დაგვიჯდა, არც პიმბარი, არც შთანთქმა, არც ვარსკვლავი და ასე შემდეგ, შესაბამისად ჩვენ აქ არ შეგვეძლო შევსულიყავით სწორედ აი ამ სანთელზე, 4 საათიან ესეთ ლამაზ სანთელზე პიმბარზე, უშუალოდ შეგვეძლო შევსულიყავით ბაის სიტუაციაში, ისევე როგორც მაგალითად შემდეგი ესე ვთქვათ, სარკისებური დონის დროს, აქ უკვე წარმოდგენილია არა პიმბარი, არამედ შთანთქმის კომბინაცია და როგორც ხედავთ, კვლავ გაგრძელდა მოძრაობა. და აქვე მინდა ყურადღება გავამახვილო კიდე ერთ დეტალზე,
ეს არის არა სარკისებური დონე, არამედ ჰაერში ჩამოყალიბებული დონე და სწორედ აი ამ ჰაერში ჩამოყალიბებული დონეზე ზუსტად ფიქსირდება ზუსტად ესეთი ძალიან ლამაზი პიმბარი, რომელიც შავი ფერისაა, მიუხედავად იმისა, რომ შავი ფერისაა, აქვს გრძელი კუდი ქვევით, პატარა კუდი ზევით და ვიხურებით ზედა მესამედში, შესაბამისად ჩვენ უკვე შეგვეძლო აქ შევსულიყავით ყიდვის, ესე ვთქვათ, ორდერით, დაგვეყენებინა სტოპ-ლოსი ქვევით და გვეულო ეხლაც კი გვეულო უშუალოდ პოზიციით. შესაბამისად მე მინდა აქ დავასკვნა ერთი რამე, რომ ძირითადში რა თქმა უნდა აუცილებელია იყოს უშუალოდ ტრენდული მიმართულება, აუცილებელია იყოს უშუალოდ ესეთ სანთლების კომბინაცია და აუცილებლად ეს სანთლების კომბინაცია უნდა იყოს რა თქმა უნდა უშუალოდ დონეებთან, ანუ ჰაერში გაკეთებული რაიმე სანთლების კომბინაციას ჩვენ არ უყურებთ. ყველას გისურვებთ წარმატებულ ვაჭრობას, გმადლობთ ყურადღებისთვის.